ყოველ ორ შაბათს ამ ადამიანს განსაკუთრებით ველოდებით ხოლმე და რას გვეტყვის, ამასაც განსაკუთრებით ველოდებით. Რა თქმა უნდა, სოფია ბზეკალავ არის ჩვენთან ერთად. სოფია, მოგესალმებით. მშვიდობის, მოგესალმებით. ჩვენი ურად ძალიან ენერგიულად, პრინციპში რა ვიცი ხა, გუშინწინდელი ამბობის განსაკუთრებით. მერე რატო უნდა იყო ცუდ განწყობაზე. შენც იყავი იმ 3000 კაცში? და მოვედი ძალიან მნიშვნელოვანი კვირის პროგნოზით. ძალიან მნიშვნელოვანი კვირის პროგნოზით. მინდა გითხრათ, თავისთავად, ასე ვთქვათ, ყველა გაგებით მნიშვნელოვანი იქნება ეს კვირა. იქნება გამორჩეული რაღაც მნიშვნელოვანი საკვანძო მოვლენებით, განწყობილებით, საკმაოდ ესეთი ხმაურიანი განწყობილებებითაც, ალბათ, ესე ვფიქრობ მე. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არა მხოლოდ ახალ წელს უახლოვდებით 31 დეკემბერს, პრინციპში რაღაც დარჩა უკვე ფაქტობრივად რამდენიმე დღეში გავაცილებთ ამ წელს, ასევე უახლოვდებით ახალ მთვარეობას და რაც ძალიან სიმბოლურია, ძველ წელს, ესე ვთქვათ, ხო, ვაცილებთ ახალ მთვარეობით, ეს საინტერესოა, ძველი წელი მიდის ახალი მთვარით. ანუ 31 დეკემბერს ჩვენ გვალოდება უკვე ახალ მთვარეობა, ძალიან ესეთ ნიშანში, თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში, ანუ ამისკენ მივდივართ ფაქტობრივად, იმიტომ რომ ფაქტობრივად წინა კვირა უკვე ახალ მთვარეობამდე ეს კვირა და როგორც წესი ყოველთვის ლუნაცია ქვია ამას მთვარის ციკლებს, მოკლედ ერთი კვირა ყოველთვის იგრძნობა ემოციურად, მნიშვნელოვნად. ისა ეხლა დამაინტერესა, დღეს არის 23 დეკემბერი, ეხლა უკვე თხის რქა არის თუ ისე შუბლისანი? კი, დღეს დაიწყო თხის რქა. კი, თხის რქაში ვარ, უკვე მზა. საინტერესოა. რატომ უყურებ გავაცებულ? შუბლისნება გადასცეს ესტაფეტა თხის რქებს. გადავეცი. რაც ზოგადად იმას ნიშნავს, რომ თხის რქებს ზოგადად ენერგეტიკა გამბედაობა ემატებათ ესე. პატარა სპოილერი რომ გამომივიდეს, მოკლედ, თუმცა ორი სიტყვით უნდა ვთქვა აუცილებლად კვირის ფონურ მოვლენებზე. მიმდინარე კვირა საბოლოო კონკრეტიკას მიცემს იმ გართულებულ განწყობილებას, რომელიც ნოემბრის მეორე ნახევარში ბოლოსკენ, დეკემბრის პირველ ნახევარში დაიწყო და რაღაცა გაიჭედა თითქოს და აი სხვა განწყობილება იყო შეიძლება ზემდგომი ინსტანციები იყოს, ბიუროკრატიული საკითხები, იურიდიული საკითხები. ეს იქნება კვირა აი საბოლოო გადაწყვეტის, დიდი სირთულეების ხარჯზე, სავარაუდოდ, მაგრამ აი რაღაცა შედეგს რომ მიაღწევ და იტყვი რომ აი ყველაფერი ამად ღირდა. და ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ზუსტად ეს კვირაა ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ფინალური, როდესაც აი შეიძლება ძალიან დაღლილიც არის ზოგიერთი ადამიანი, მაგრამ აი მიხვდება რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა და აი ამ კვირაში მივიღებთ რაღაცა მნიშვნელოვან საბოლოო შედეგებს. ეს შედეგი შეიძლება არ იყოს გრანდიოზული, მაგრამ იქნება არსებითი. ნახეთ, არსებითი ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის აქვს აზრი, მოკლედ რაღაცა პრინციპულად, რაც გინდა, იმისკენ იარო და უკან არ მოიხედო განურჩევლად იმისა, რა სირთულეები შეხვდება წინ. მეორე რაც აქვს ამ კვირას ესეთი გამორჩეული, ეს არის ის, რომ ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრი ხმაურიანი განცხადებები მოვისმინოთ. მათ შორის ეს შეიძლება ეხებოდეს კომპანიებში და რაღაც სტრუქტურებში უმაღლესი, ესე ვთქვათ, მაღალი თანამდებობის პირების ან საკუთარინებით თანამდებობაზე უარის თქმას შესაძლოა, იმიტომ რომ სატურნის და იუპიტერის ასპექტი გვაქვს კვადრატში მიმდინარე კვირას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პლანეტებია, ეს ორი სოციალური პლანეტა და ანუ ეს ყოველთვის ნიშნავს იმას, რომ როდესაც ეს ასპექტია ცაზე, რაღაცა მნიშვნელოვანი სოციალური, ასე ვთქვათ, მოვლენები ხდება და გადაწყობები და ეს გადაწყობები ძირითადად უკავშირდება რაღაც უმაღლეს ეშელონებს, ეს შეიძლება იყოს თავისინებით, ასე ვთქვათ, უარის თქმა, მაგალითად რაღაც ძალაუფლებაზე ან თანამდებობაზე, ასევე შეიძლება იყოს გადაწყვეტილებებით, ასე ვთქვათ, ზემდგომებისგან, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა მაგალითად შეიცვალონ პოზიცია ან თანამდებობა დატოვონ. თუმცა არც ერთი და არც მეორე შეიძლება არ იყოს, ესე ვთქვათ, მარტივი, მოდი შეგეთქვით, რომ ეს კვადრატურა, ეს კონფლიქტია ყოველთვის, შინაგანი კონფლიქტია, ანუ ამის უკან იდგეს შეიძლება რაღაცა გარკვეული კონფლიქტი, იდეოლოგიური კონფლიქტი თუ ინტერესთა კონფლიქტი, სხვა ფაქტორი შეიძლება იყოს. და ამიტომ ვამბობ, რომ ეს კვირა მნიშვნელოვანი იქნება, მეთქი გარდამტეხი და მნიშვნელოვანი კვირა იქნება და ძალიან ესეთი ინფორმაციული კიდევ ვიტყოდი და პრინციპში ბოლო კვირების მანძილზე სულ ინფორმაციულია და სულ რაღაც ხდება, მაგრამ აი ეს კვირა, აი ამით იქნება ძალიან ესეთი გამორჩეული, სამაგიეროდ ეს არის არაჩვეულებრივი ძალიან კარგი კვირა იმისთვის, რომ აი ყველა გაგებით, რასაც აქამდე ვაკეთებდით, აი ბოლო თემა არის, რომ ხელები უნდა ჩამოუშვათ და აი ეხლა ხედავს ყველა ადამიანის შედეგს. ყველა გაგებით პროექტები იქნება ეს რაღაცა მნიშვნელოვანი პრინციპული სვლა მნიშვნელოვანი შენის რაღაც ოცნებებისკენ მაგალითად აი
ეს არის ბოლო კვირა, წინა სახაწოთ, მოკეთ არ დარებდეთ და ხელები არ ჩამოვშოთ, იმიტომ რომ აი ახლოს ხართ უკვე რაღაცა მნიშვნელოვანი განსხვავებებისკენ და ძალიან კარგი კვირა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავტვირთოთ გონება და ძალიან ეფექტური კვირა იქნება სხვათა შორის და ასევე ვიტყოდი იმას, რომ ყველა ტიპის სირთულეს მიმდინარე კვირის მანძილზე შეიძლება ადამიანებმა აჯობონ და გადალახონ აი ინტელექტით მიხდით და რაღაცა მომენტებში ეს სწორიცვლების გაკეთებით და არა მაინც და მაინც ემოციებით, აი ცივი გონებით და ინტელექტით ყველაფერი ყოფის გადაწყვეტა შეიძლება ახლა. რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს, რა თქმა უნდა, ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით უნდა მივყვე, ვერცით უნდა დავიწყო. მდინარე კვირა ვერცის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს აქვს ცოტა თავისებური, მოდი ესე გეტყვით, ერთის მხრივ ბევრი კარგიც არის მათ ცხოვრებაში, მეორეს მხრივ არის რაღაც ესეთი სიტუაციები, სადაც ვერძი შეიძლება თავს გზნობდეს ენერგია, ასე ვთქვათ, ცოტა აი ენერგეტიკულად, ცოტა მოიკოჭლებენ ჩემი თანამე ზოდიაქოვები, იმიტომ რომ ვერძის მმართველი პლანეტა მარსი უკუმავალ ფაზაში მოძრაობს ამ ეტაპზე და ძალიან ბევრი ადამიანს, ვინც ვერძის ნიშნით არის დაბადებული, ალბათ თავს შეახსენებს იმუნიტეტი, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობა, ძალიან კარგი არის თუ კი მაგალითად თუ ქონათ მიტოვებული რაღაც ფიზიკური აქტივობა, ისევ თუ დაუბრუნდებით, ამაზე კარგს ვერაფერს ვერ იზამთ, იმიტომ რომ არაფერი არ მოგიმატებთ ალბათ мотивაციას და ენერგიას რაღაც ფიზიკური, ასე ვთქვათ, დატვირთვის გარდა. პლუს ამას ასევე შეგიძლიათ მაგალითად თუ კი აქამდე გეგმავდით რომ ცხოვრების წესი შეგეცვალათ და რაღაცა მიზეზებიდან გამომდინარე თუ გადადეთ უკეთ, აი მიმდინარე კვირა არის საუკეთესო კვირა იმისთვის რომ თავი ხელში აიყვანოთ, თუნდაც ვარჯიში დაიწყოთ ან რაღაც თქვენი ორგანიზმისთვის, ესე ვთქვათ, ენერგიისთვის, რომ ენერგია მოგემატოთ, ასევე ზოგიერთი ადამიანი, ვინც ვერძის ნიშნით არის დაბადებული, შეიძლება იდგეს არჩევანის წინაშე პირად და პარტნიორულ ურთიერთობებში და შეიძლება ეს არ იყოს მარტივი არჩევანი. განსაკუთრებით ეს ქალბატონებს ეხება, შეიძლება ეს იყოს ორი ადამიანი, მაგალითად, და რაღაც დილემის წინაშე შესაძლოა იდგეთ. თუმცა ძალიან კარგი იქნება თუ კი არ იჩქარებთ ამ გადაწყვეტილების მიღებას. რამდენადაც შესაძლებელია რომ ეს გადაწყვეტილება ცოტა გადაავადოთ მაქსიმუმ თებერვლამდე, ძალიან კარგს იზამთ. იმიტომ რომ შესაძლოა ამ ეტაპზე ცოტა იმპულსურად იმოქმედოთ და ბავშვურად მოიქცეთ. ამიტომ ზოგადად ამ მიმდინარე კვირის მანძილზე ყველა ადამიანს ურჩევდი რომ კარგად დააკვირდეს ურთიერთობებში იმპულსურობის გამოხატვას, იმიტომ რომ ბევრი ადამიანის და ბევრი წყვილის შემთხვევაში იქნება რაღაც უცნაური იმპულსურობის სურვილი. ვერძთან განსაკუთრებით შეიძლება იყოს ეს. სამაგიეროდ საშუალება გეძლევათ დაბრუნდეთ პირდაპირ და გადატანიშნულობით ბავშვობაში, წარსულში და შეიძლება გაიხსენოთ ის ჰობი, რაც ადრე გქონდათ, მაგალითად შეხვდეთ ადამიანებს, რომელსაც ბავშვობაში იცნობდით და რაღაცა ძალიან ესეთი საკრალური და მნიშვნელოვანი ემოციების და ნოსტალგიის კვირა იქნება ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანების შემთხვევაში და შეიძლება ეს იყოს ასევე ძველ მეგობრებთან, აი ხელახალი, ესე ვთქვათ, მცდელობა კომუნიკაციის და ეს ყველაფერი ძალიან კარგად შეიძლება დასრულდეს. კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხებათ, მიმდინარე კვირის მანძილზე უნდა იყოს გზად იმისთვის განსაკუთრებით 26-27 რიცხვიდან, რომ თქვენი დღის წესრიგი შეიძლება შეიცვალოს დაუგეგმავად. შესაძლებელია მაგალითად რასაც გეგმავთ გეგმის მიხედვით შეიძლება არ წავიდეს და მოგიწევთ შეიძლება რომ გადაგეგმოთ რაღაც კონკრეტული საკითხები განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ თემებს რომელიც უკავშირდება მიღებულ ნათესავებს მეუღლის ნათესავებს თუ თქვენ დაოჯახებული ბრძანდებით შეიძლება მათი მხრიდან იყოს ან მოთხოვნები ან რაღაც დამატებითი ესე ვთქვათ დიპლომატიის გამოჩენა შეიძლება დაგჭირდეთ მაგალითად თქვენს პირად ესე ვთქვათ რაღაც ინტერესებზე შეიძლება მოგიწიოთ უარის თქმა, ცოტა გაგაღიზიანოთ შეიძლება ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მიმდინარე კვირის მანძილზე თქვენ შეიძლება მოგიწიოთ ჩვეული გეგმების შეცვალა, გადაგეგმა, მაგრამ საბოლოო ჯამში მიხვდებით ერთ რამეს, რომ ზოგჯერ რაღაც რთული საკითხები, ან პრინციპში თქვენ რომ გერთულებათ და აქამდე გერთულებოდათ, შესაძლებელია გარემოებიდან გამომდინარე, როცა არ გაქვთ ბევრი დრო იმისთვის, რომ ნებანება გააკეთო არჩევანი, ძალიან ეფექტურად შეიძლება გადაწყდეს და მიხვდეთ შესაძლებელია, რომ არის რაღაცები, სადაც ბევრი არ უნდა იფიქრო, უბრალოდ უნდა ჩაისუნთქვა, ამოისუნთქვა და რაღაც, ასე ვთქვათ, ნაბიჯები უნდა სწრაფად გადადგა, იმიტომ რომ თქვენ შემთხვევაში შეიძლება იყოს მდინარე კვირის მანძილზე პირველ ნაწილში ყოველ შემთხვევაში პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ აი მე ესე არ დამიგეგმავს, სხვა შორის ეს შეიძლება ასევე უკავშირდებდეს ფულს, რაღაც საერთო ბიუჯეტს და მეგობრებთან ურთიერთობას. ტყუპის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხებათ, უნდა გაიხსენოთ იანვრის, უკაცრავად ნოემბრის პერიოდში, აი განსაკუთრებით თქვენ შემთხვევაში ნოემბრის მეორე ნახევარში
რა ტიპის დილემების წინაშე აღმოჩნდით, თუ ეს დილემები იყო დაკავშირებული ასაკით უფროს ადამიანებთან, ვერ მიაღწიეთ შესაძლებელია კონსენსუსს, ასევე შესაძლოა რაღაც კონკრეტულ ვალდებულებებზე თქვით უარი, ორი მიზეზიდან გამომდინარე, ერთი შეიძლება ეს იყოს ის, რომ უბრალოდ თარაზე შემოდეთ ეს ვალდებულებები და გადაწყვეტეთ, რომ შეიძლება ვინმე სხვამ გააკეთოს და არა თქვენ, მაგალითად, რაღაც არ მიყვანთ ბოლომდე, შეიძლება სამსახურეობრივი საკითხიც იყოს, რაღაც კონკრეტული, ასე ვთქვათ, საქმეები. შესაძლოა ასევე ეს იყოს სიტუაციები, სადაც პირიქით თქვენ კი გინდოდათ გადაგიჭრათ მნიშვნელოვანი ფაქტორები, მაგალითად იურიდიული, ბიუროკრატიული რაღაც კომუნიკაციაზე მდგომთან, მაგრამ სხვა მიზეზებიდან გამომდინარე ეს ყველაფერი გაიყინა ერთ წერტილში. მაშინ აი ამ ბოლო ვარიანტი თუ ასე თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ყოველთვის ინდივიდუალურად იქნება, რა თქმა უნდა, მიმდინარე კვირის მანძილზე საშუალება გეძლევათ, აი თუ კი მოინდომებთ და იშრომებთ, აი რასაც თქვი იშრომებთ, დაკეტილ კარზე დააკაკუნებთ, არ გაგიღებენ და რა ვიცი, სხვა მეთოდებსაც იპოვით. მიმდინარე კვირის მანძილზე არის იმის რეალური საშუალება, რომ თქვენ მიაღწიოთ გარკვეულ შედეგს. შეიძლება ეს არ იყოს კიდევ ერთხელ ვთქვი ფინალური შედეგი და რაღაც ძალიან გრანდიოზული, მაგრამ თქვენ მიხვდებით, რომ საქმე მკვდარი წერტილიდან დაიძრა და ამას უკვე რაღაც თავისი ეტაპები ექნება და ალბათ უკვე იანვარ-თებერვალში საბოლოო მნიშვნელოვან შედეგს მიიღებთ. განსაკუთრებით კიდევ ერთხელ ამბობ, თუ ეხება ეს გრძელვადიანი პროექტებს უცხოელებთან, რაღაც თანამშრომლობას, საბუთებს, ბიუროკრატიას. აი ამ კუთხით იქნება თქვენთვის გამორჩეული მიმდინარე კვირა, თუმცა თქვენ შემთხვევაში ასევე იყოს შეიძლება მიმდინარე კვირის მანძილზე გარკვეული კონფლიქტის ალბათობა, ეგრეთ წოდებული პრინციპით მამების და შვილების პრინციპი, დაპირისპირება, მოკეთაობების ომი, სხვადასხვა მიზეზით იყოს შეიძლება. შეიძლება ეს იყოს ზუსტადაც რომ იდეოლოგიური დაპირისპირებები, მაგალითად და შეეცადეთ რომ ოჯახური კონფლიქტები განსაკუთრებით ასაკით უფროს ადამიანებთან არ გააღვიოთ, იმიტომ რომ 31 დეკემბერი ზოგადად ვიტყოდი, მე ამაზე ცალკეც ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, შაბათს, ძალიან ისეთი ენერგიებით არის, იმიტომ რომ ახალმთვარობა თხის ზოდიაქოში გვიწევს და საუკეთესო ვარიანტი არის ზუსტად ასაკით უფროს ადამიანებს მოუფრთხილდეთ, შემოვიკრიბოთ, ესენი იქნებიან მშობლები, ასაკოვანი მშობლები თუ ბებიები თუ ბაბუები, აი ეს მთავარი ენერგეტიკა აქვს იცოდეთ 31 დეკემბერს და ამიტომ ტყუპებს ურჩევ არ გააფუჭონ ურთიერთობები ასაკით უფროს ადამიანებთან მიმდინარე კვირის მანძილზე, არ დაძაბონ. კირჩხიბებს რაც შეეხება ძალიან მრავალფეროვანი კვირა, მინდა ვიტყოდი, ალბათ კირჩხიბისთვის ეს კვირა არის ყველაზე ისეთი დიდი სპექტრით შეიძლება ესე ითქვას. კვირის დასაწყისში შეიძლება გეგონოთ, რომ რაღაც გადაწყვეტილებებს შეთანხმებას მიაღწიეთ, რაღაც კონსენსუსამდე მიხვედით, თუმცა მერე შეიძლება აღმოჩნდეს კვირის მეორე ნახევარში, რომ არის რაღაც საკითხები, რომელიც არ გაგითვალისწინებიათ, ან პირიქით თქვენ არ გაგითვალისწინეს და შესაძლებელია მოგიწიოთ გარკვეული სიმამაცის გამოჩენა და პრინციპულობაც ასევე, რომ საკუთარი პოზიციები დაცვა მოახერხოთ, მაგრამ კვირის ბოლოს შესაძლოა კვირის შუა პერიოდში გეგონოთ, რომ ჩიხში შეხვედით და სიტუაცია გაიწელა, ან გაუკოვლად პლუს მინუს დროის უსასრულობაშია გადატანილი, მაგრამ კვირის ბოლოს შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ყველაფერი იმაზე მარტივადაც შეიძლება მოგვარდეს, ვიდრე თქვენ ეს წარმოგედგინათ, ამიტომ ერთი ტალღებივით არის, ემოციური ტალღებივით არის მიმდინარე კვირა და თან არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ კითხებები ყველაზე კარგად ზნობენ თვარის ფაზებს და ჩვენ უახლოვდებით კიდევ ერთხელ ამბობ ახალ მთვარეობას, რომელიც ზუსტად კითხების ოპოზიციურ ნიშანშია, მის პარტნიორობის ნიშანშია, ამიტომ კითხებს მიმდინარე კვირის მანძილზე ურჩევდი. ნაკლებად ემოციური იყონ ყველა საკითხში, რაც ეხება ურთიერთობებს. განსაკუთრებით პარტნიორთან, ბიზნეს პარტნიორებთან, იმიტომ რომ მიმდინარე კვირას შეიძლება ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვათ არასტაბილური ემოციური ფონის გამო, იმიტომ რომ ბევრჯერ შეგეცვლებათ ალბათ განწყობა მიმდინარე კვირის მანძილზე და შეხედეთ, აი შეეცადეთ ობიექტურად შეხედოთ რეალობას და სწორად გაანაწილოთ პრიორიტეტები, ანუ ემოციები ცოტა გვერდზე გადადოთ და მხოლოდ ლოგიკით იხელმძღვანელოთ. ასე გაცილებით უფრო ეფექტურად გამოვა ყველაფერი. ლომის ზოდიაქოს ნიშნის თეთრაბოდებულ ადამიანებს რაც შეეხებათ. გამომდინარე იქიდან რომ მზეთხისკის ზოდიაქოშია ლომებთან მატულობს პროფესიული ამბიციები. თუმცა პროფესიულ ამბიციებთან ერთად ასევე მატულობს მათ შემთხვევაში ზუსტად აი ეს კარიერული, ესე ვთქვათ, დაპირისპირებები არ იყოს ხა შეიძლება ყველა შემთხვევაში, მაგრამ ნუ რაღაც ძალთა გადანაწილების, ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული სატახტო თამაშების თემატიკა
ალბათ იქნება თქვენ შემთხვევაში. თუ თქვენ თანამდებობის პირი ბრძანდებით, ძალიან კარგია ნაჩქარო გადაწყვეტილებებს თუ არ მიიღებთ მიმდინარე კვირის მანძილზე ზემდგომებთან დაკავშირებით, თქვენ დაქვემდებარებულებთან დაკავშირებით და იმპულსური, ძალიან იმპულსური არ იქნებით. ასევე მიმდინარე კვირა გამორჩეული იქნება თქვენთვის იმ კუთხით, რომ კარგ ვარიანტში მაგალითად შეიძლება თქვენი ღვაწლი დაფასდეს, განსაკუთრებით დაფასებას იგრძნობთ შვილების მხრიდან, მაგალითად რაღაცა მნიშვნელოვანი შეიძლება საჩუქარიც კი მიიღოთ, არც არ არის გამორიცხული, რაღაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები შეიძლება გადმოდგან თქვენმა შვილებმა თქვენი ეს ვთქვათ მისამართი თუ თქვენ ასე ვთქვათ ასაკში ბრძანდებით და ისეთ ასაკში ხართ რომ შვილების დასრული შვილები ყავთ, რაღაცა კარგი ბალანსის, ოჯახური ბალანსის მიღწევის საშუალება გაქვთ ზუსტად ოჯახის წევრებთან და განსაკუთრებით შვილებს რაც შეეხებათ, ასევე ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ თქვენი მთავარი მრჩევლები მიმდინარე კვირის მანძილზე და თქვენი მთავარი საყრდენიც ასევე. ამიტომ უნდა გამოიყენოთ აუცილებლად მიმდინარე კვირა აი ზუსტად აი იმ კონტექსტში, დადებით კონტექსტში, რასაც გირჩევდით ყველას. ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხებათ, ნუ შეეცდებით მიმდინარე კვირის მანძილზე თქვენთვის დამახასიათებელი ასე ვთქვათ ცინიზმით, მოდი ესე გეტყვით, იმიტომ რომ ქალწულები ზოგადად გამოირჩევიან არაჩვეულებრივი ანალიტიკური უნარი და დაკვირვების არაჩვეულებრივი უნარები აქვთ, ისინი ამჩნევენ იმ დეტალებს, რასაც ხვები ხშირად ვერ ხედავენ, მაგრამ მიმდინარე კვირის მანძილზე მე გირჩევდით, რომ ცინიზმით არ გამოიწვიოთ კონფლიქტზე ავტორიტეტები, ადამიანები, რომლებიც თვლიან რომ რაღაცას წარმოადგენენ, ან შეიძლება მართლაც წარმოადგენენ და რაღაც გარკვეულ ავტორიტეტს ფლობენ, შეიძლება ეს იყოს როგორც მენტალური ავტორიტეტი, რაღაც ძალაუფლება, შეიძლება უბრალოდ ძალაუფლებაც იყოს, არც არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ არის იმის ალბათობა, რომ თქვენი კრიტიკით და ეს კრიტიკა შეიძლება აბსოლუტურად ეს თქვათ ობიექტურიც იყოს პირდაპირ ვიტყვი, მაგრამ შიშველი სიმართლე, რომელსაც შეეცდებით რომ მიმდინარე კვირის მანძილზე ვინმეს სახეზე ააფაროთ, შესაძლოა თქვენთვის არც თუ მაინც და მაინც დადებითი კონტექსტით, დადებითად გაიგონ, მოდი პირდაპირ გეტყვით და შეიძლება ამან გამოიწვიოს მინიმუმ იდეოლოგიური დაპირისპირებები. ასევე შესაძლოა მიმდინარე კვირის მანძილზე გქონდეთ პრეტენზია თევზების და მშვილდოსნის ნიშნის ადამიანებთან მათი უპასუხისმგებლობის და ინფანტილური დამოკიდებულების გამო რაღაც კონკრეტულ საკითხებთან, მაგალითად შეიძლება იყოს საოჯახო ბიუჯეტი, შეიძლება იყოს რაღაც საერთო გეგმები და ძალიან კარგი იქნება თუ ამ ორი ზოდიაქოს ნიშნით დავადებულ ადამიანთან კონფლიქტს არ გააღვივებთ, იმიტომ რომ რაღაც ამის ალბათობა არსებობს და სხვათა შორის ეს შეიძლება იყოს არა ახლა წარმოშობილი კონფლიქტი, ეს შეიძლება იყოს ნოემბერში, ესე ვთქვათ, დაწყებული რაღაც საკითხი და ახლა შეიძლება წავიდეს რაღაც ამოძახებები და ახლა შეიძლება გადაწყვიტოთ, რომ აი დროდად გაუკვამაზე ილაპარაკოთ. ძალიან კარგი იქნება თუ კი შეეცდებით, რომ ეს კონფლიქტი რაღაცნაირად შეთანხმების, ასე ვთქვათ, მეშვეობით, რაღაცნაირი შეთანხმების მეშვეობით მოაგვაროთ და ცოტა დაზოგოთ თქვენი, ასე ვთქვათ, ახლობელი ადამიანები, იმიტომ რომ გააღვივებთ უბრალოდ ამ კონფლიქტს. და კარგი იქნება თუ კი არ გააღვივებთ, ასევე დასკვნები უნდა გამოიტანოთ სწორად რა მიგიყვანათ ამ კონფლიქტამდე, იმიტომ რომ ნებისმიერ კონფლიქტში ყოველთვის ორი მხარე მონაწილეობს, იქ ერთი მხარე არ არსებობს, მხოლოდ დაზარალებული ან პირიქით მოკლედ, ამიტომ აქაც უნდა დააკვირდეთ, თქვენ გაქვთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანს, ვინც ქალწულის ნიშნით არის კიდევ დაბადებული, ასევე მიმდინარე კვირა დაანახებს იმას, რომ მას აქვს ყველანაირ კომუნიკაციაში, ყველანაირ ურთიერთობაში, სადაც ის შიხში შედის, მაგალითად და დისკომფორტს ნობს თავის წილი პასუხისმგებლობა და თუ ის თვალს ამ პასუხისმგებლობას გაუსწორებს, ბევრი რამე ძალიან მარტივად შეიძლება მოყვარდეს და დიდი ხნის დაკეტილი კარი შეიძლება თქვენთვის სუსტად ამ კვირაში გაიღოს. რაც შეეხებათ სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. სასწორის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს კვირის მეორე ნაწილში დაუძლეველი სურვილი ექნებათ, განსაკუთრებით აი წყვილში ურთიერთობის კუთხით მაგალითად, საკუთარი პირადი სივრცის დაცვის და აი რაღაც თავისუფლება გედოვებათ და გექნებათ სურვილი, რომ თქვენი საჭიროებები გაითვალისწინონ და რაღაცა კონკრეტული ვალდებულებები არ მოგახვიონ თავზე, რაც შესაძლოა იყოს ასე, მაგალითად თქვენ საერთოდ არ გეგმავდით შეიძლება რაღაცას და ვიღაცა კონკრეტული ადამიანები გიცვლიან გრაფიკს, რაღაცას გიწესებენ, რაღაცას ითხოვენ თქვენგან, ან შესაძლებელია მოულოდნელად და სასტრაფოდ თქვენი დახმარება ჭირდებათ მეგობრებს, ოღონდ ამ შემთხვევაში მოგიწევთ საკუთარ პირად ინტერესებზე და რაღაც რესურსზე თქვათ უარი, იმიტომ რომ კონკრეტულ ადამიანს დაეხმაროთ ან არ აწყენინოთ, თქვენი გადასაწყვეტია დაეხმარებით თუ არ დაეხმარებით, თუმცა დისკომფორტი ამასთან დაკავშირებით შესაძლოა გქონდეთ, გარკვეული დისკომფორტი შესაძლოა იყოს თქვენ შემთხვევაში, ასევე გირჩევდით კვირის
ბოლოს, სხვათა შორის არა მხოლოდ სასწორს, მაგრამ სასწორთან შეიძლება იყოს გამოხატულად ეს ყველაფერი. ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს კვირის ბოლოს ექნება სურვილი, რომ აი დიდი ოდენობით ხარჯოს რესურსი. შეიძლება ეს იყოს ფულიც, მაგალითად რაღაც იმპულსურად რაღაც შედანძენები გააკეთოთ. შეიძლება ეს იყოს ადამიანური რესურსის ხარჯვაც, აი რაღაც გაუთვალისწინებლად და ცოტა გადამეტებული იმპულსურობით, მათ შორის ემოციებიც იყოს შესაძლოა და ძალიან კარგი იქნება თუ კი თავს დაზოგავთ. იმიტომ რომ ფული არ არის მხოლოდ რესურსი, ადამიანური რესურსი ყველაზე მთავარი რესურსია და შეეცათ რომ არ გადაწვათ თქვენი თავი კვირის ბოლოს აი რაღაც გადამეტებული გახარჯვით ამ რესურსის. თუნდაც რაღაც კომუნიკაციაში, მაგალითად, იმიტომ რომ მე მაგალითად სასწორის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ურჩევდი რომ არ დაღალონ საკუთარი თავი მიმდინარე კვირის მანძილზე რაღაც ვიღაცებისთვის რაღაცის მტკიცებით. თავარია თქვენ იყოთ შინაგანად წონასწორობაში და ვინ რას იტყვის, ეგ უკვე ძალიან ინდივიდუალური საკითხია. მორიელის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხებათ, მიმდინარე კვირის მანძილზე უკმაყოფილებები შეიძლება გქონდეთ. პირველ რიგში ეს უკმაყოფილება შეიძლება იყოს საკუთარ თავთან. ეს შეიძლება იყოს გარეგნობა, მაგალითად ის არ მოგწონთ, ეს არ მოგწონთ, აი რაღაც არ მოგწონთ, აი საკუთარ სხეულთან და ორგანიზმთან თითქოს გარკვეულ დისონანსში ხართ. შეიძლება ამას აცნობიერებდეთ, შეიძლება ვერ აცნობიერებდეთ. არ არის გამორიცხული რომ ცხოვრების წესის შეცვლა გჭირდებათ, მაგალითად, ან თუნდაც ძილის რეჟიმის მოწესრიგება, იმიტომ რომ შესაძლოა ორგანიზმში სითხის ბალანსის დარღვევის გამოც იყოს ეს დისკომფორტები. თუმცა ასევე ძალიან ბევრი ადამიანს, ვინც მორიელის ნიშნით არის დაბადებული, შემოუწევს რაღაც სინანული, რომელიც წარსულში არ გამოყენებულ შანსებს ეხება და ექნება სურვილი, რომ აი რაღაც ჯებირი და ბარიერი გაარღვიოს, რომ აი დაამტკიცოს, რომ არასწორად თუ მოიქცა, მაგალითად, ესე ვთქვათ, სურვილი ექნება, რომ რაღაცა მაინც გამოასწოროს. თუმცა შეიძლება ეს გააკეთოს ძალიან მოუხეშავად და ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ აი ესეთი ნაბიჯები იქეთ კვირაში გადაიტანეთ. ამ კვირაში შეიცადეთ, რომ საკუთარ თავთან დაალაგდეთ, იმიტომ რომ აი შინაგანი კონფლიქტი გექნებათ. ასევე შესაძლებელია თუ მდედრობით სქესის ბრძანდებით კონფლიქტი წამოიწყოთ აბსოლუტურად სუფთა ნიადაგზე, მოდი ესე გეტყვით, პარტნიორთან, მამაკაცთან და ძალიან კარგია თუ მიმდინარე კვირის მანძილზე იქნებით მეტად ლოიალური, იმიტომ რომ ეს კონფლიქტი შეიძლება კონკრეტულად არავის ეხება, თქვენ გეხებათ, იმიტომ რომ რაღაც არ მოგწონთ საკუთარ თავში და აქედან მოდის თქვენი პატარ-პატარა გაღიზიანებადობები. და აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ასევე მორიელებმა, რომ არ შევიდნენ კონფლიქტში ვერძის ნიშნით დაბადებულ ადამიანთან და თავისივე ნიშნით დაბადებულებთან ასევე მორიელებთან. იმიტომ რომ მიმდინარე კვირის მანძილზე არის რაღაც გუგუდული კონფლიქტების, ესე ვთქვათ, შინაგანაც რატომღაც ბრაზობ და ვერ გაგია რატომ ბრაზობ, აი ესეთი კონფლიქტების ალბათობა ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან, მით უმეტეს თუ ისინი არიან ოჯახის წევრები თქვენ და განსაკუთრებით თუ არიან ისინი პარტნიორები. შვილდოსნებს შეეხებათ, ვიტყოდი ესეთ რამეს. შვილდოსნები გამოირჩევიან გასაოცარი იუმორის ცნობით, აი ეს ყველა მიცის, მაგრამ ეს ის კვირაა, როდესაც უხერხულ სიტუაციებში, სადაც ხვდებით, რომ მართალი არ ხართ, ან თათ კარგად ვერ ერკვევით სიტუაციაში, მაგრამ რაღაცაერად გინდათ რომ არ შეგეტყოთ ეს ყველაფერი, არ იხუმროთ, იმიტომ რომ თქვენი ხუმრობა შეიძლება მაინც და მაინც კარგად ვერ გაიგონ და შეიძლება მაინც და მაინც ეფექტურიც არ იყოს ეს ხუმრობა, იმიტომ რომ სიტუაცია მოითხოვს სერიოზულ მიდგომას, რაღაც ის თუნდაც აღიარებას, მაგალითად და თქვენ თუ ამ დროს შვილდოსნებს უყვართ ზოგადად ეს ეგრეთ წოდებული ღლიცინებთ, მაგალითად ხომ? ეს ყოფილი შეიძლება იყოს ძალიან გამაღიზიანებელი, ამიტომ შეეცადეთ რომ აი ისრების გადატანა არ დაიწყოთ და თუ კი რამეს თვალი უნდა გაუსწოროთ, აი წვრილმანებს თუნდაც ხო, სადაც ნუ რაღაც მართლა გეშლებათ, ან უნდა აღიაროთ რაღაცა და კონსტრუქციული დიალოგი უნდა აწარმოოთ, აი ზუსტად ჯობია რომ მოილაპარაკოთ კონკრეტულ ადამიანებს, სასურველია ყოველ შემთხვევაში თუ კი ამას გააკეთებთ, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში აი თქვენი პოზიცია რომ აი ყველაფერს ოპტიმისტურად უყურებ და რაღაც არ მადარდებს, ცოტა გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს ადამიანი, ან ვერ გაიგონ შეიძლება ადამიანებმა იმ კონკრეტულ მომენტში და ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ თქვენი საფირმო ხუმრობები ახალი წლისთვის მოიტოვეთ, იმიტომ რომ კიდე გექნებათ მაგის საშუალება, რომ იხუმროთ და ესე ვთქვათ, კარგად გაერთოთ და გაართოთ საზოგადოება, იმიტომ რომ თქვენ ეს ძალიან გიყვართ, მაგრამ მიმდინარე კვირის მანძილზე თქვენი მართველი პოინტა არის გაკეთებს გარკვეულ სტრეს ასპექტებს და ამიტომ ხუმრობა და სიტყვები კარგად უნდა შეერჩიოთ. მით უმეტეს თუ კამათობთ, შეეცადეთ რომ რაღაც გადამეტებული ესეთი ცინიკური არგუმენტები არ მოიშველიოთ ასევე. თხის რქის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხებათ, მათ ცხოვრებაში მიმდინარე კვირას
ძალიან გადამწყვეტი კვირაა იმისთვის, რომ რაღაც საბოლოო გადაწყვეტილებებს უნდა მიაღწიოთ, რაც ეხება სამსახურს, რაც ეხება კონკრეტულ ადამიანებს, რაღაც ვალდებულებებს. ეს კვირა ფაქტობრივად დაგაყენებთ ამის წინაშე, რომ რაღაცა ნაბიჯები გადადგათ. შეიძლება მიიღოთ კიდეც უკვე რეზულტატი, მაგალითად, დაუღალავი ბრძოლის ან რაღაც ესე ვთქვათ, შრომობდით, მაგალითად, აი პირველი კონტურები უნდა გამოიკვეთოს. ეს თქვენთვის დამსახურებული გამარჯვების, ესე ვთქვათ, კვირაა, თუმცა იყოს შეიძლება რაღაც პატარ-პატარაც კი პუნქტებიც ასევე და კამათებიც თქვენ შემთხვევაში კვირის მეორე ნაწილში განსაკუთრებით ისეთ ადამიანებთან რომლებიც შესაძლოა თვლიან რომ თქვენ ცხოვრებაში უბრალოდ გიმართლებთ და რეალურად ეგრე არ არის დღისკები ყველაზე მშრომელი ადამიანები არიან მინდა გითხრათ უბრალოდ ისინი შეიძლება თავს არიღლიან იმით რომ ვიღაცას რაღაცა უნდკიცონ და ამიტომ შესაძლოა თქვენი დუმილი ცოტა სხვანაირად იყოს სახქმული კარგი იქნება თუ ვილაპარაკებთ ზომიერების ფარგლებში მერწყულის სოტიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხებათ მიმდინარე კვირა არის გამორჩეული იმით რომ ნელ-ნელა იფანტება ბურუსი სავარაუდოდ გექნებათ საშუალება რომ რაღაცა მნიშვნელოვანი რჩევა მიიღოთ ადამიანებისგან კონკრეტულად მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისგან ასევე ისეთი ადამიანებისგან ვისაც თქვენზე მართლა შესკივა გული თავარი არის თქვენ ამ რჩევას როგორ მოისმენთ და რამდენად მიიღებთ იმიტომ რომ შეიძლება მიმდინარე კვირის მანძილზე თქვენთვის არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ და ძალიან კარგი იქნება თუ კი ამას გაბედავთ იმიტომ რომ შეიძლება ამ გადაწყვეტილებებმა სამომავლოდ თქვენი ცხოვრების წესი და ძალიან ბევრი რამე შეცვალოს მათ შორის ფინანსურ საკითხებსაც ეხებოდეს ასევე შესაძლოა ეს ყველაფერი და დაგიბრუნოთ შეიძლება ადამიანების მიმართ დობა აი კონკრეტული ადამიანების მიმართ ვისთანაც რაღაც იდეოლოგიური ან ჩვეულებრივი კონფლიქტები ქონდათ შეიძლება მიმდინარე კვირის მანძილზე აი თუ კი თქვენს გადაადგამთ რაღაც ნაბიჯს აი რაღაც შეიძლება გამოვიდეს რაღაც შეთანხმება პირველადი ყოველ შემთხვევაში შედგეს და თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებს რაც შეეხებათ რამოდენიმე დღეს გამოვყოფ იმიტომ რომ მიმდინარე კვირა მათთვის არ არის მარტივი ძალიან ემოციურია რაღაც სიტუაციებში აღმოჩნდებიან რომელიც ეხება შემდგომ ადამიანებს ვისაც აქვს თქვენ ესე ვთქვათ რაღაცა გარკვეული გავლენა თქვენზე შეიძლება ეს იყოს სამსახურებრივი გავლენა მაგალითად შემდგომი ინსტანციების ვთქვათ უფროსი კონკრეტული ვთქვათ უშუალო უფროსი შესაძლოა ეს იყოს ადამიანები იდეოლოგიურად ვისაც თქვენზე გავლენა აქვს და რაღაცით შეუძლიათ ამ გავლენაში წლებში მოგაქციონ და მიმდინარე კვირა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გამბედაობის თქვენ შემთხვევაში. შესაძლოა რომ რაღაც სირთულეებს შეხვდეთ, არ გამორიცხავ. განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება 26 რიცხვს, 26-27 რიცხვს, იმიტომ რომ აქ იქნება რაღაცა მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტები, სადაც თქვენ შინაგან შიშებს თვალი უნდა გაუსწოროთ და თუნდაც გადადგათ ფეხი გაურკვეველი მომავლისკენ, მაგრამ უნდა გათავისუფლდეთ ყველანაირი ტიპის გარეგანი თუ შინაგანი ბორკილებისგან, იმიტომ რომ ეს კვირა ძალიან გარდამტეხია თევზებისთვის მათი მართველი პლანეტა კარმულ კვანძზე იწყებს უკვე შეერთებას ეს ნიშნავს იმას რომ რაც კი თქვენ ცხოვრებაში მიმდინარე კვირას ხდება და მომდევნო კვირას ეს არის დაშვება ეს არის კარმული შუქნიშნები და ესეთი გადაწყვეტილებები მარტივი არ არის არასდროს მაგრამ ეს არის საკვანძო გადაწყვეტილებები ეს აუცილებლად უნდა გახსოვდეთ იმიტომ რომ ამას ყველაფერს მიყავხართ თქვენი უკეთესი მესკენ და უკეთესი მომავლისკენ ამიტომ არ შეგეშინდეთ თუ კი არის რაღაც შფოთვები შიშები გაურკვევლობები თქვენ ცხოვრებაში აი ჩაისუნთქეთ ამოისუნთქეთ გადადგით ნაბიჯი და ვიტყოდი რომ საკმაოდ ისეთი გარდამტეხი და საკვანძოთ მნიშვნელოვანი კვირაა და კიდევ ბევრ ახალ და მნიშვნელოვანი ინფორმაციას მოვისმენთ ალბათ მიმდინარე კვირის მანძილზე მე დაგიბრუნდებით უკვე მომდევნო კვირას საახალწლო ესე ვთქვათ წინა საახალწლო ეთერით და უკვე იქ გაცილებით უფრო მეტ ინფორმაციას მოგაზრდით არა მხოლოდ კვირის პროგნოზს გავაკეთებ არამედ უკვე ახალ წელსაც შევეხებით უკვე თუმცა რა თქმა უნდა მოგისმენთ და გნახავთ შაბათის ეთერში აუცილებლად ვიქნები ასევე 2025 წლის პროგნოზით კონკრეტულ საკითხს და კითხვა რომელიც ყველას აინტერესებს ანუ ჩვენ შულდოსნებს გვაქვს დიდი გული და კეთილი გული ამიტომ ეს ჩვენ შულდოსნებს ამიტომ ეს საწყენად არ მივიღებ სოფიას ნათქვამს ახლა ქალწულებს რაც უთხრა ხო შენც გაიგე ხო ისე ზაფრად თავიდან მომხვდა გულზე რომ შულდოსნების ინფანტილურობა და უპასუხისმგებლობაზე რომ ქალწულებმა ნაკლებად ირეაგირონ ანუ შულდოსნების მაგრამ არა უშავს არ მწყენია ხუმრობებიც არ გინდათ ამ კვირაში აქტიურად ხო დიდად არის ხუმრობთ ამიტომ ასე ავდგები და სულ კოკაკოლას დავლე
ნამდვილად ძალიან კარგად ვიფასო ქალწულებად ზოგადად თევზები და მშვილდოსნები მიმდინარე კვირის მანძილზე. თქვენი სიმართლე ყოველთვის უპირველესია, მაგრამ ხანდახან ადამიანები კრიტიკით არ იცვლებიან. სიყვარულით. მე მეგონა რაღაცა კარგს გეტყოდა და კიდე იქ შეაბრუნა. კაი, სოფია მოკლედ, როგორც არის. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად და რა თქმა უნდა, ჩვენთან გელოდებით შემდეგ ვერხავთ.